თუ ვერ მოხდი მუშტაედის ბაღში ესპანეთის საქართველოს მატჩის ღია ჩვენებაზე, მაშინ გამარჯობა, მე მიკა ვარ და დღეს თქვენთან ერთად ვნახავთ რა აქტივობები დახვდება ადგილზე. რევანშს დავიღებ რამენაირად. იქ ვის ხედავ? მოდი ერთ რამზე შევთავაზოთ ახლა რა. აი, შეგიძლია იმედი არ გქონდეს. ხო არა მეცდი. იცი რა ერთხელა ჩემ არხს. აუქნა მეგობრებო, მე გულით ვეცადე მართლა. სათითაოდ შევჭამ. ადგილზე დახვდა 4 მაგი ფრენბურთის მოედანი, გემრიელი ფასტფუდი. მართლა გემრიელია. აი, ასეთი კალათბურთი, კაი სასურათი ადგილი. წამოდგენა ამაკ ეს რა არის? მივხვდი რაც არის. აი, იქ უნდა ჩავდო და გამოვარდეს. ფუ პოდკასტის ლაივი და რაც მთავარია, ესპანეთის საქართველოს მატჩი, რომელიც 11-15 იწყება მაშინ. აბა დავიწყეთ. მოკლედ ახლა გავთ კალათბურთის რიგში და ნახოთ რა შედეგს დავდებთ. შეიძლება? აი მოკლედ მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ანუ ყველაზე რთული უნდა აირჩიო და თუ არ გამოვიდა არა უშავს და თუ გამოვიდა კიდე კაი ტიპი ხარ და მოდი ვცადოთ ყველაზე ერთ-ერთი რთული. და ახლოს იყო სხვადასხვაის. ახლოს. ძალიან ახლოს. მესამე და სამართალი ახლოს. მიდი, ზაზაპაჭულია. არ გამოვიდა. რევანშს დავიღებ რამენაირად. გულგა გაცრუებული ვარ, გულგატეხილი ვარ, იმიტომ რომ სამეჯერ შანსი იყო, მაგრამ არა უშევს. იქ ვის ხედავ? მეგობრებო, ჩემ მეგობრები გამარჯობათ, როგორ ზანდებით? აქ რამ მოგიყვანათ? ფეხბურთვა. მე ვუთხარი, გამოდით თქვენ მეგობრებო, არ მიაქვს ეტყობება. როგორი განწყობი ხართ დღევანდელი დღისთვის რა მოლოდინი იქნება თქვენი აზრით? ირისი იმედით. იმედით რომ ნახევარი ესპანეთის შემადგენლობა ტრამვირებულია და გვაქვს უფრო დიდი შანსი გამარჯვების. გაუმარჯოს, ესპანეთს გაუმარჯოს, ხო? შენი აზრით დღევანდელი ფუ პოდკასტის თემა რა იქნება? ფეხბურთი და ბეტკრული საქართველო. დიდი მადლობა. ეს იყო ჩემი მეგობარი ნიკა და ჩვენ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. მე ვთქვი რომ არ დავნებდებით ხო და ეხლა რამე სხვა რამეც უნდა ვცადო რა. მოდი ფეხბურთი ჯერია ეხლა და იქ არის ორი ხვრელი როგორც ხედავთ და რომელიღაც უნდა გაარტყა მოგეთ. მედიანად ვარ ორსკოში მე აუცილებლად ისე უნდა გავაკეთო რომ რამე საჩუქრით უნდა გავიდე აქედან ისე არ მაინტერესებს. რამე უნდა მოვიგო. ეს მოთხოვნა მაქვს. ჰო გაუმარჯოს. არა მოიგებ? მაგარი, დიდი მადლობა. შენც მოიგებ. გამიწერს მეორედ გინდა რომ შენ მოიგო? კი, შენს გინდა? შენ ბურთი გინდა? მე არაფერი არ მომიგე. კარგი. მეც ვეცდები რომ რამე მოვიგო. კარგი? ავა, ერთი გუნდი ვართ. ხელები. 3-2 რა ქვია ჩვენ? რა გუნდს რა დავარქვათ? ბურთი. 3-2-1. ბურთი! სახში გაშვე. ეგონი დიდი ზომა. ახლოს იყო. რა სიტყვი? მეგონი ახლოს იყო. კი. ცოტა მცირედით აცილა. ისი ვინ დაიღლება? ეხლა ყველაზე მეტად აქ. აი ეს გოგოები, ვინც ამ ბურთის მოტანას კურირებენ და დასაფასებელია ნამდვილად. აქ 4-ცა. ეს არის. ახლოს იყო ესეც. ბიჭებო, გავამხნევოთ. მიდი, შენკენ ვართ, მიდი. დარტყმა! მიდი, აბა შენ მაინც რო არა უშავს, კარგი არის. მოდი ერთ რამზე შევთავაზოთ ახლა რა. მე თუ მოვიგებ, მოგცემ, რასაც მოვიგებ, შევთავაზდით? დაძაბა. მაგრამ არ ვიცი თუ გავარტყო. აი, მოკლედ ბავშვისთვის ვაკეთებ თავ ყველაფერს. აი, შეგიძლია იმედი არ გქონდეს. ამხელა წნეხია. მოკლედ ანუ ძალიან ცადე რა მართლა და ბოდიში რა. ანუ ბოლოს ყველანაირი წესი დავარღვე, მაგრამ მაინც გავიდა. ხო არა მეცდი. აი აქ ვეცდები რომ რამე გავაკეთო, კარგი? მოკლედ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის რომ ბავშვი გავახაროთ.
მომავალი. იცი რა ერქმევა ჩემ არხს? მიკა. ხომ არის შემთხვევით პრიზები როგორ არიან განაწილებული? 50-ში თუ ჩავაგდებთ, იგებთ მაისურს. ხო. 100-ში თუ ჩავაგდებთ, იგებთ ბურთს. ხო. და 25-ში თუ ჩავაგდებთ ერთხელ მეორეჯერ 3-ს დაგაქვთ რა. ორჯერ თუ ჩავაგდებთ 25-ში მაიკას მოიგებთ. მესამეჯერ თუ ჩავაგდებთ არ ვიცი ეგ მესამეჯერ. ანუ 20 ჯერ თუ ჩავაგდე 25-ში ვიგებ სახლს, 100 თუ ჩავაგდე ერთხელ ვიგებ ბურთს და 8 ჯერ თუ ჩავაგდე 4-იანში ვიგებ კამპეტს. მოკლედ, შემდეგიც და არის პადელის მსგავსი და აი ამ ნახვერტებში უნდა გავარტყათ. ჩვენი მიზანი არის 100 და მეტი. ნახოთ. რა უქნა, ანუ ყველაფერს ვცდილობ, მართლა ყველაფერს ვცდილობ, ყველაფერს ვცდილობ, მაგრამ არ გავაგრძელებ, კარგი? მიდი. გავაგ, ბატონო? გამარჯობა, რამდენიც დააქთითავს? 3. აი, სწავლით სროლას. აი, ჩვენც ვსწავლობთ. სიმართლე რო გითხრათ, სულს არ წახვიდე რა, ერთხელ ვსვი მე რო. ბურთები მაქვს. მაშინ მაისური არის 100 მეტრი. როგორ უნდა ვისწავლო? ნათება ხო არ გიშლით ხელს. კითხვა მაქვს შენთან რა. 3 ჯერ ვცადე და ვერც ერთხელ გავარტყი და რამე ცუდ ფეხზე ავდექი თუ ისი თუ რისი ბრალი შეიძლება იყოს. ბოდიში რა, რაღაცას ვწვდი კიდე და ვნახავ მე. რა უქნა მეგობრებო, მე გული თუ ეცადე მართლა. მაგრამ არ ვნებდებით, მოაგზელებთ. ამ იმაზე მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ მე გადავხედე რიგს და ანუ აი ევროტურის ფილმში რო არის, ხო იცით, ლურთან რო არ მთავდება რიგი, ანუ ეგეთი ასოციაცია, ხო და აქ არის არ ვიცი რაზე. ან შეგვიძლია მეორეჯერ ვცადოთ კალაბურთის ბედი. ეს უფრო წესით კარგად ვიცი და აქ დავბრუნდეთ. მე მგონი რომ აი ეს არის ის დრო, როდესაც უკვე გავიმარჯვებ და საბოლოოდ მოვიგებ რაღაცას და მე ის ბავშვი უნდა ვიპოვოთ ოღონდ. შეიძლება? აბა ვნახოთ. არ არის. ოჩადის ადგილას. არა, ხო უნდა ჩამეგდო ერთი რა. Yes, როგორც იქნა. დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. ვიცოდი რომ მოვიგებდი ამას და ეხლა უნდა სასტრაფოდ გადავცვალოთ ის მაისური და ვიპოვოთ ის ბავშვი დროულად სად არის. ბურთი ვერა, მაგრამ სამაგიეროდ მაისური მოვიგეს. გამარჯობა. სტაფილოსფერი. დიდი მადლობა. ანუ ვიპოვოთ ის ბავშვი. სად არის? აქ არის, ჰა? როგორ? მართლა? ვა, ყოჩახ. მე მჩუქნი? ვა. მეგობრებო. აი ამ კაი კაცმა ბურთი მას შეთანხმება რა? არა, იმ ბავშვს უდოდა ბურთი. და მე მაგ მაისური და ეს კაცი მისulis მაისურს ბურთში. დავატრეიდოთ. დიდი მადლობა. შენ გააქვს ბურთი კიდე? აჰა, შენ ბურთი. არა, იმას დაუპირდი მე. მე მოვიგებ და მე კიდე შენ მოგცე. როგორც შევთანხმდით. აი ეგრე, ჩვენ თქვით და შევასრულეთ. ამან დამიტრეიდა. ჯიგარი ხარ. დაიწყო პოდკასტი. მე იუთუბერის დრონი რომ იყო შეიძლება? მაგრამ შევსავით დაიწყო. დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით რა მოუდინები გაქვთ? შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან თავდაჯერებული ვარ იმედებით ვეგებები თამაშის დაწყებას. ბოდიში, ქვერას ფიქრობთ ხალბატონო ნინი? რაზე? ქვერას ფიქრობთ თამაშზე? ოჭველი მოვიგებთ. ანგარიშით. მოუგებთ ესპანეთს გასვლაზე, ხო? ანგარიშით? 3 თორს. 3 თორს. ძალიან დიდი მოთხოვნა მაგ. კარგი, არა, გარმა. რა ხარ გუნდერ თორს მანდეს თუ არ მოიგეს? ხო, მაქსიმალისტები ვართ თან ქართველები. მოკლედ ნიკო ბოლო მონაცემებით ჯარი მარიყო, ხო? ბოლო მონაცემით აღმოჩნდა, რომ თავიდან მსაჯი ატრაკებდა და მე მივხვდა, რომ ვიუატრაკებო. და პენალი დაუდო იგი. ესპანელებს დაუდო პენალი. არის შანსი რომ იყო თამაშგარის შანსი, მაგრამ არ ყოფილა. პენალტი დაინიშნა მეგობრებო ჩვენ გარშემო მამარდამ წააქცია. ერთ-ერთი თავდასხმელი გამეორებაზე. ნამდვილად პენალია.
მოიგერია, მამარდა მოიგერია ბურთი. ბარათი არა, შმარათი. ამ ეტაპზე ნორმალურად გავართ, ასე თუ ისე მამადაბენ არ მოიგერია და ეხლა კარგი, აბა ვნახოთ რა მოხდება. მოკლედ დამთავრდა მეგობრებო პირველი ტაიმი, ანგარიშ ჯერჯერობით არის 1-0 მარცხლებით, თუმცა იმედიანად ვართ. აბატონო მახარ, მოგესალმებით, როგორ გრძანდებით პირველ რიგში. პირველი ტაიმის შედეგები დროში თამაში როგორ შეაფასებდით საერთოდ? ჯერჯერობით 0-0-ია. ჯერჯერობით 0-0-ია. არაფერს არ ნიშნავს ერთი ბურთი. ჩვენ ხა ეს გავიტანთ დასაწყისში და მე დავაჯდებით და მეორესაც გავიტანთ და ეგ იქნება პიზდეცი. მოხალ ვიქნებით ეგრე მოხდება. ეგრე უნდა მოხდეს რა, იმიტომ რომ თურქეთთან შედარებით ბევრად კარგად დავიწყეთ. კი. რომ 1-0-ია და არა და არა 3-0. არა, ყველაფერი კარგად იქნება. ერთი ის გვინდა რა, აი ქართული და სო. ერთის ამოგვაწვეს ემოციები და ეგ არის რა. ისები ერთი გოლი და მე ანუ სათითაოდ შევჭამთ. დიდი მადლობა. არას გამჭოლი მზერა. პირველ დავარტყით ესპანელების გაესმართულებით ცენტრიდან. ვაი. გადავჭით. ამ ყველაფრის ფონზე მაინც კარგად განან ჩვენი ბიჭები. ყველაფერსთან მიუხედავად, რომ ძალიან რთულია რა ესპანეთში ესპანელებს ეთამაშო და არ წააგო ეს ყველა გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევა არის. თუმცა ნახოთ, 10 წამი არის დარჩენილი თამაშის ბოლომდე და დასრულდა თამაში 2-0 დავფასეთ, მაგრამ არა უშავს.